მოვამზადოთ seafood-boil-ი სახში. დღეს ვართ ბათუმში, დაგვემთხვა წვიმიანი დღე და უნდა მოვაბზანდოთ seafood-boil-ი სახში. ამისთვის დაგვჭირდება, რა თქმა უნდა, კარტოფილი, სიმინდი, ბევრი სუნელი, ბევრი ნიორი, კარაქი და ციტრუსი. მე მაგალითად ავიღე პორტოხალი. მაგრამ რა თქმა უნდა, გვაკლია ზღვის პროდუქტები. ეს აღარ არის პრობლემა, იმიტომ რომ პირდაპირ სახში მომიტანეს თევზის ბაზრიდან ზღვის პროდუქტები. ეს არის ახალი კომპანია ბათუმში, რომელიც პირდაპირ თქვენი შეკვეთის მერე არჩევს უმაღლეს ხარისხის პროდუქტებს თევზის ბაზარში და მოაქვს პირდაპირ სახში. მოაქვთ უკვე როგორც მომზადებული და რა თქმა უნდა უმი. მე მაგალითად სპეციალურად შევუკვეთე შემწვარი ორაგული და კრევეტები გრილზე უკვე მომზადებული. ცალკე შევუკვეთე უმის ზღვის პროდუქტები იმისთვის რომ მოვამზადოთ თვითონ seafood-boil-ი. პირველ რიგში უნდა იყოთ რაც შეიძლება უფრო დიდი ქვაბი. მიდექში კი ვამატებთ დაფნის ფოთოლი, პირპილი ოღონდ არა დაფქვილი, მარილი და ნებისმიერი ციტრუსი. ჩემ შემთხვევაში მე ვამატებ პორტოხალს. დავამატეთ სუნელები, იმავე წყალში ვამატეთ ჩვენ მომზადებულ კარტოფილს. მე წინასწარ მოვხარშე ჩემი კარტოფილი al dente დონემდე, ანუ ბოლომდე არ არის მოხარშული მაინც და ჩვენი აიგრე ლამაზად დაჭრილი სიმინდი. 5 წუთის მერე უკვე ვყრით ჩვენ ზღვის პროდუქტებს აი ამ ნახარში. პირველ რიგში დავამატებ კალმარს, მერე მიდიებს, კრევეტებს, რვაფეხებს და სულ ბოლოში დავამატებ lobsters, რადგან უკვე ნახევრად მოხარშულია მაინც. როგორც ხედავთ, მარტო დავრჩი, ყველა იღებს წყლის პროცედურებს ქვაბში, ამიტომ სანამ 7 წუთი იქნება წყლის პროცედურები, ჩვენ მოვამზადებთ соуს. соусისთვის დაგვჭირდება ბევრი ნიორი, არაკი და ჩემ შემთხვევაში მე ვიყენებ კოჩუჯანს, ეს არის აზიური პასტა, სადაც არის სხვადასხვა პირპილების, წითელი პირპილის, პაპრიკის და ასე შემდეგ ნარევი. კოჩუჯანი თუ არ გაქვთ, არაა პრობლემა, ნუ გეშინიათ, თქვენ შეგიძლია გამოიყენოთ ნებისმიერი შავი პირპილი, პაპრიკა, წითელი მწარე პირპილი და ასე შემდეგ. მოკლედ ყველანაირი სახეობა პირპილების. პირველ რიგში უნდა დავადნოთ კარაქი, შემდეგში უკვე დავამატოთ ნიორი, დავბრაწოთ ნიორი კარაქში და მეორე უკვე დავამატოთ ჩვენი პირპილები, ჩემ შემთხვევაში პასტა. ჩვენი ზღვის პროდუქტები მზად არიან. ცალკე ჩვენი соусიც მზად არის და დარჩა მარტო соусის დამატება. ჩვენი seafood-boil-ი მზად არის.